ცოტა უხერხულობა იქმნება იქიდან გამომდინარე რომ ეხლა წარმოვიდგინოთ რომ სახარებას სწავლობთ ეხლა ჩვენ აქ შეკრებილები და ოთახში უკვე მეუფე და იმას ვერი არ ვკითხოთ ამის თაობაზე. ამიტომ მე ბატონ გიაზოფი ცხელაურს მინდა ვთხოვ ერთი-ორი სიტყვით აკადემიკოს გიაზოფი ცხელაური რომელიც არის ალბათ ყველაზე მეტად განსწავლული ადამიანი საქართველოში არა მარტო საქართველოში ამ თემას მოგახსენებთ ჯერ ერთი მინდა აღნიშნოს რომ ტერმინი ჰერეთი არასწორად იხმარება ჩვენში საინგილო არ არის ჰერეთი საინგილო არის პატარა ნაწილი ჰერეთისა და ყველაფერს ანგარიშს გაწევა უნდა ამიტომ ჩვენ საინგილო არ გვიწერია ჰერეთის პრობლემატიკა გვიწერია დღეს ხო და მე რამიდან მოგახსენოთ ისიც მე მუშაობ დედოფლისწყაროს რაიონში მე ყველას მინდა მოგილოცოთ რომ უდიდესი აღმოჩენა უძველესი ქალაქი აღმოჩნდა საქართველოს უძველესი ქალაქი ეტყობა კოლხეთის თანადროული და ეტყობა მთელი სახელმწიფოც აღმოჩნდა ამ რეგიონში მაგრამ მე სხვა რამ მაწუხებს არა მე სხვა რამ მაწუხებს იცით მე ამ რაიონში მუშაობ და მე კარგად ვიცნობ დედოფლისწყარო სამი მხრიდან აქვს სახელმწიფო საზღვარი სრულიად დაუცველი სახელმწიფო საზღვარი სრულიად დღეს ეს რეგიონი ნუ ჩვენ გვიწერია რომ ეს საქართველო მაგრამ ეს საქართველო აღარ არის კლიანად ანექსია მცოცავი ანექსია განხორციელებულია აქ ქართული მოსახლეობა არ არის ის სამი სოფელი ვაჟა-ფშაველამ რო ჩამოასახლა ისლე და თითქმის დაცლია ცხოვრობენ მხოლოდ აზერბაიჯანელები იმდენი სოფელია უკვე აზერბაიჯანული რამდენი ბინაც არის მიწებზე რა მოგახსენოთ იცით არის ძალიან სამწუხაროა მაგრამ უნდა ვთქვა აი ჩემ თვალწინ რა ხდება დედოფლისწყაროში ეს მიწები გაყიდულია ინდოელებზე და ინდოელები აღარ მუშაობენ არ ამუშავებენ ინდოელების ხედან ცოტა ქართულიც ისწავლეს და აი ამ მიწებს აქირავებენ ქართველებს შირაქი აქირავებენ ქართველებზე ინდოელები აქ სხვა მძიმე საკითხები დგას გარდა იმისა ჩვენ რაზეც დღეს ვლაპარაკობდით სხვა იმიტომ რომ იქ ვიცით რა არის იქ არ ვიცი მე რა მოხდა არ ვიცი ვინ გააკეთა ეს დღეს რო პრეზიდენტი ყავს ხალბატონი სალომე ჩამოვიდა და მოისურვა გათხრების ნახვა და მე გამაფრთხილეს მოვემზადეთ ეს ჩვენი წინაპრების ხო ერთი მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი შედეგი გვაქვს დნმ-ით აი ეს არის მე-13 საუკუნე ქრისტემდე არა და დადგინდა რომ ესენი ჩვენი სისხლის ხალხი იყო ესე იგი ჩვენი წინაპრები იყვენ ისინი ვისაც ჩვენ გსაუბრობთ მაგრამ მე სხვა რამე მინდა გითხრათ და მინდოდა მეჩვენებინა ეს სულ ყველაფერი გათხრები რა დამხვდა დილით იცით 10-ზე წამოვედი საღამოს ღამე განადგურებული იყო მთელი აი ჩვენი წინაპრების საფლავი ფეხით იყო გასრესილი ყველაფერი მე არ მინდა ვინმეს ეს დანაშაული მივაწერო მაგრამ ეს ფაქტია ამას სულ ყველაფერს მიხედვა უნდა ბატონო ზვიად ეს არ არის მარტო თქვენი კომიტეტის საქმე და არ არის ქალბატონი მარიამის კომიტეტის საქმე ამ ხარეს მიხედვა უნდა საზღვრებს იმიტომ რომ განუწყვეტლივ ხდება საზღვრის დარღვევა როგორ იცით იწევს აქეთ დღეს 10 მეტრი ხვალ ზეგ ამიტომ მიხედვა უნდა ამ ხარეს მთლიანად მე იქ ვარ 8 თვე ამ ხნის კაცი მაგრამ მე უკვე მარტო ამას ვეღარ შევძლებ ხვალ თუ ზეგ მე ვეღარ შევძლებ ისე მინდა სულ ყველა მოვიწვიო ეტყობა წელს მე მგონი სამეფო სამარხები ვიპოვეთ მე-13 საუკუნის ქრისტემდე და ყველა მინდა ორივე კომიტეტი და ჩვენ მოგიწვიოთ რომ უფრო მეტად ჩაერთოთ აი ჩვენ საქმიანობაში დიდი მადლობა